მშვიდობისა მოგესალმებით ყველას. Ტელემაყურებელი გაუცებული დარჩება ალბათ, როდესაც გვიხილავს ამ გარემოში ჩვენს თანამშრომლებთან ერთად. Როგორც შეგპირდით, ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს მის ხელმძღვანელობას გარკვეული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომლის თავობაზეც დეტალური ინფორმაცია ვალდებულებიც კი ვართ, რომ მოგაწოდოთ. Ამდენად მე ტელეკომპანიის თანამშრომელთა და ხელმძღვანელობის სახელით ვეცდები, რომ ეს განცხადება, რომელშიც ასახულია ეს გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ. Პირველ რიგში ვინ ვართ ჩვენ და რა ტელევიზიაზეა საუბარი. ეს ის ტელევიზია, რომელმაც საკუთარი მიუკერძოებლობითა და თავისუფლებით მოიპოვა ხალხის სიყვარული. სიყვარული და ნდობა, რომელსაც ნოემბრის ამბების დროს ჩვენ ყოველწუთიერად გრძნობდით. აღარ ჩამოვთვლი იმ სიუჟეტებს, რომელიც ჩვენს არხზე გავიდა, თუმცა ვიტყვი, რომ ბევრი მათგანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, ფაქტობრივად გახდა სახელისუფლებო კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის საფუძველი. დიახ, ჩვენ ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, მაგრამ ამას ვაკეთებდით არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ ჩვენი ჟურნალისტური პროფესიის პრინციპებიდან გამომდინარე. ჩვენ შევქმნით იმედის 4 წელი. მაგრამ ბოლო პერიოდში სწორედ იმედი გახდა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიბინძურის მთავარი სამიზნე. გვინდა დავადასტუროთ, რომ ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ყოველი ჩვენგანი და ოჯახის წევრები გახდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ობიექტები. ბოლო 2 დღე კი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხების მეშვეობით, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იქმნება სრული ისტერია და ფსიქოზი, რაც იწვევს თანამშრომელთა ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას და მუშაობას. ამასთან დავამატებთ, რომ ამ ისტერიის შედეგად არ არსებობს ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობის ელემენტარული გარანტიებიც კი. ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ არხის ტელეიმედის გადარჩენის რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგანაც უმთავრესი არის თუნდაც არხის ფაქტობრივი მფლობელის მიერ წილის 100%-ის სხვა მეპატრონეზე გადაცემა. ეს შეიძლება იყოს თავად ტელევიზიის თანამშრომელთა შემოქმედებითი ჯგუფი, კოლექტივი, ან საზოგადოებისთვის ცნობილი და ყველასთვის პატივსაცემი ადამიანები, რომელთა მიუკერძოებლებაშიც ეჭვი საზოგადოებაში არავის ეპარება. ამ შემთხვევაში ცხადია განიხილება ჩვენი უკვე ტრადიციული პარტნიორი, მულტინაციონალური მედია კომპანია ნიუს კორპორაცია. არხის მესაკუთრესთან ბადრი პატარკაცშულთან და ტელევიზიის მმართველ კომპანია ნიუს კორპთან კონსტატაციების შედეგად ასეთი პერსპექტივა რეალურია და ჩვენი ინფორმაციით ამ ახალი საკუთრებითი რეალობის ასახვა არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა. თუმცა მანამ სანამ არ დაიწმინდება პოლიტიკური დუღილის შედეგად ამღვრეული გარემო, სანამ არ გაირკვევა ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ დროებით ვაჩერებთ მაუწყებლობას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის არხის დახურვა, არამედ ხდება მაუწყებლობის დროებითი შეჩერება. ამით ჩვენ ვემიჯნებით ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი პროტესტი, როგორც ხელისუფლების მიმართ, რომელიც არაფერს ზოგავდა თანამშრომლების დაშანტაჟებისა და გადაბირებისათვის, ასევე იმ გაუგებრობის მიმართ, რომელიც უკავშირდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში არხის მეპატრონის მონაწილეობას, რომლის გარშემო ატეხილმა სკანდალმაც არხის თანამშრომლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს არხის როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე ობიექტური და თავისუფალი სატელევიზიო ნაციონალური მედია საშუალების გადარჩენა. აქვე კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პირადად მე მეხება, ბოდის გიხდე წინასწარ, რომ ვიკავებ ამ დროს. ჩემმა გვარმა ბოლო 2 დღის განმავლობაში პირველ რიგში ჩემთვის არასასიამოვნო კონტექსტში გაიჟღერა. ვაცხადებ, რომ ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი კონტექსტით ჩემი სახელის ნებისმიერ პროვოკაციულ განზრახვასთან დაკავშირება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ხელისუფლებისა თუ რომელიმე ოპოზიციური კანდიდატისაგან. და პირადად მე და დარწმუნებული ვარ ჩვენი ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ვემიჯნებით ბინძურ პოლიტიკურ ავანტიურებს, რომელიც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის სამწუხარო საფირმო ნიშნად იქცა. სანამ მე დაგემშვიდობებოდეთ და სანამ ახალ წელს მოგილოცავდეთ, მინდა ბატონ ბიძინა ბარათაშვილს, არხის გენერალურ დირექტორს მივცე სიტყვა, რომელიც დაამატებს და ალბათ რამდენიმე ჩვენი თანამშრომელიც გამოთქვავს აზრს. პირველ რიგში მინდა თქვა დავეთანხმო გიორგის, რომ ეს არ არის არხის დახურვა, ეს არის დროებითი პაუზა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ
აღვადგინოთ ჩვენი აპარატურა, მოგხსენებათ ნოემბრის ამბების შემდეგ ძალიან სერიოზული ზარალი მივიღეთ და მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, ტექნიკოსებს უზარმაზარი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მათ მიერ ჩადენილი სასწაული რომ არა ჩვენ ეთერში საერთოდ ვერ გავიდოდით. იმედია და ამაზე უკვე ჩვენ შევთანხმდით News-Corp-თან უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება იმისი რომ განვაახლოთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. კომპანია აგრძელებს მუშაობას, მართალია ჩვენ ეთერში არ ვიქნებით, მაგრამ ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივად ივლისის სამსახურში მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას, ასე რომ იმედად რჩება. მე რა თუ იმას კიდე გექნება სურვილი სანამ დავამშვიდობოთ. მე რა მეტრეველი ქრონიკის ჟურნალისტი იცნობთ. სამი მინდა გავაკეთო ეს განცხადება საინფორმაციო ჟურნალისტების სახელით. მე უმეტესობა მათგანს ვესაუბრე და ვიცი მათი პოზიცია. მე მინდა უბრალოდ თქვა, რომ ისე როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის ჩვენთვისაც მიუღებელია, როგორც ის თქვა, როგორ ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვიღაც ჩეჩენისთვის შეეკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, ასევე კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვისაც ის მეთოდები, როგორც გაირკვა, რომელი მეთოდებიცაც ცდილობდა ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ ვაცხადებთ ცალსახად, რომ ჩვენთვის ასეთი მეთოდები არის მიუღებელი. ასეთ სიტუაციაში ჟურნალისტებისთვის ალბათ ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა ჩვენ წავსულიყავით არხისგან გვეზრუნდა ჩვენს იმიჯის გადარჩენაზე, მოკლედ რო თქვა ჩვენი ტყავის გადარჩენაზე, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ვამჯობინეთ, რომ არ გვეზრუნა არა ჩვენი ტყავის გადარჩენაზე, არამედ გვეზრუნა ტელეკომპანიის გადარჩენისთვის. და ჩვენი აზრით ერთადერთი გზა ტელეკომპანიის გადარჩენისთვის არის სწორედ ის, რაც თქვა გიორგიმ, რომ არხის დამფუძნებელმა ბადრი პატარკაციშვილმა დათმოს თავისი წელი და როგორც თქვენ მოისმინეთ, ამისთვის მზაობა არსებობს და სანამ არსებობს იმედი იმისა, რომ შეიძლება იმედი გადარჩეს და ის იქნეს განთავისუფლებული ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან, თუნდაც თეორიულად პოლიტიკური გავლენისგან, მანამდე ჩვენ ვიქნებით იმედში და თუ ეს იმედი აღარ არსებობს, რომ შეიძლება რომ იმედი გადარჩეს და იყოს ერთადერთი დამოუკიდებელი არხი ტელეკომპანიაში, ალბათ ყველა ჩვენთაგანი ინდივიდუალურად შემდეგ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს ყველაც მინდოდა მეთქვა. ხო, როგორც გვინდა ამის მეც სამ დაგემშვიდობებით, უბრალოდ მერაბის აზრი გავაგრძელო და თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი დაახლოებით 500-მდე თანამშრომელი, რომელიც ახლა ჩემს ზურგს უკან ყველა არ ჩანს და მართალია ცდილობდნენ შეიქმნათ გარკვეული განწყობა, რომ ტელეიმედში ფაქტობრივად არავინ იყო დარჩენილი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა საკუთარი თავის, არა საკუთარი ოჯახების, ან თუნდაც აი ამ შენობის ან ერთმანეთის, არამედ ჩვენი საზოგადოების მიმართ. და გვესმის, რასაც ნიშნავდა და ნიშნავს და უნდა ნიშნავდეს იმედი ქართული საზოგადოებისთვის. იმედი გვაქვს კიდეც, რომ იმედი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება და ის თავის ფუნქციის შესრულებას განაგრძობს. მე ყველა სახელით მინდა გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი, ბედნიერი შობა და დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვება. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. აღარლს